მოგესალმებით, მეგობრებო. 26 აპრილს ურანი გადადის ტყუპების ზოდიაქოში უკვე საბოლოოდ და უახლოესი 7 წლის განმავლობაში გაჩერდება ამ ნიშანში და რა ტენდენციებს მოიტანს ეს პლანეტა და ჩვენთან ასტროლოგიაში ურანი მართავს ცვლილებებს, ინსაიტებს, მოულოდნელობებს. ურანი არის ძლიერი იქ, სადაც არის ცვლილებები, სადაც არის განახლება, რომ მომავლის ენერგიასთან არის ურანი კავშირში და არ უყვარს მას ერთ ადგილას დგომა. კომუნიკაციის სფერო ეს არის ტყუპები ჩვენთან, ეს არის ცვლილებები კომუნიკაციაში, აზროვნებაში, ეს არის ინფორმაციასთან კონტაქტი, როდესაც მოდის ძალიან ბევრი ინფორმაცია და როდესაც ურანი შევა საინფორმაციო არხის ეგრეგორში და ენერგეტიკულ ველში, იქ მოიტანს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ აბსოლუტურად რადიკალურ ცვლილებებს. და ყველასთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, ყველაზე მოახდენს ესე გავლენას ზემოქმედებას არ არის აქ მხოლოდ ახლა პირად რუკაში კი ვიღაცას უფრო შეეხება, ვიღაცას ნაკლებად შეეხება, მაგრამ როგორც სოფლიო დონეზე, ესე ჩვენთვის ინდივიდუალურ დონეზეც ეს იქნება საკმაოდ დიდი ცვლილებების ენერგია. იმიტომ რომ 7 წლის განმავლობაში ურანი თუ კუროს ზოდიაქოში იყო და აქ შეცვალა ჩვენი ცნობიერება მაგალითად მატერიალურ სამყაროსთან, შეიძლება ბევრსთან იყო ეს მომენტი, როდესაც ახალი შემოსავლის წყაროები ნახეს, ზოგმა პირიქით მაგალითად მოუწიათ ცვლილებები შეეტანათ იქ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფინანსურ უსაფრთხოებაზე ან სტაბილურობაზე, შეიძლება ბევრ შეერყა სტაბილურობა, ან ვიღაცამ პირიქით თანამედროვე ტექნოლოგიებით, ან სიახლით, ან ის შინაგანი რაღაც ესეთი ნიჭიერებით ახალი შემოსავლის წყაროები იშოვა ხო სიტყვაზე, ან უსაფრთხოება ეს არ არის მხოლოდ ფინანსები იკურო, ეს შეიძლება მიწის ენერგიასთან იყოს კავშირში, მაგალითად უსაფრთხოება ეს მშენებლობის ბუმი თუნდაც ამ 7 წლის განმავლობაში განსაკუთრებით არა მარტო საქართველოში იქნება, ზოგთან შეიძლება პირიქით სტაბილურობის ნგრევა ყოფილიყო, ზოგთან პირიქით მშენებლობები იქნებოდა, როგორც უსაფრთხოების გარანტია, როგორც ფინანსური სიმყარის გარანტია და აქ შედიოდა ურანი რადიკალურ ქაოსში, ხო, ესე ვთქვათ, მატერიალურ ფინანსურ უსაფრთხოების ზონაში ქაოსში. სადღაც იქნებოდა იქ მიწებთან დაკავშირებით პრობლემები, მოულოდნელობა, რომ ჩამოგვეშლება საყრდენი. ეს ომების შემთხვევა არის ხოლმე ზოგადად ხშირად, როდესაც ან უბრალოდ ბიზნესი, რომელიც ნენელა სტაგნაციას განიცდის, რომელიც ფინანსური სტაბილურობა ნენელა ირღვევა, ან პირიქით იქ არის უკვე სტაბილურობა, სადაც თანამედროვეობა შეიძლება ყოფილიყო. აი ეს სიტყვა უკვე სტაბილურობა რადიკალურად იცვლება და აქ უკვე შემოდის ინფორმაციის ენერგეტიკული ველი. ტყუპები ეს ჩვენთან ადრეც შეგიწერეთ ეს ვიდეო შაშან, როდესაც პირველად შევიდა ტყუპებში და მალევე რეტროგრადული იყო ურანი და ისევ კუროში გადმოვიდა, მაშინ მოსინჯვა იყო ცოტა ენერგიების და ეხლა უკვე საბოლოოდ შედის ამ ნიშანში. და გლობალური კუთხით ეს გამოიწვევს, ახლა ადრეც თქვი, ინფორმაციულ გადატვირთვას, შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიები, ეს მაგალითად ინტერნეტ სფერო იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი, რობოტების თემა თუ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც უფრო კომუნიკაციასთან და რაღაც ისეთ ახლა ცხოვრების გამარტივებასთან არის კავშირში, იმიტომ რომ ტყუპები თვითონ სიმარტივესთან არის უფრო დაკავშირებული, უფრო მოდით ესე ვთქვათ მოქნილობასთან, ხო? დაკავშირებული ამ ტექნოლოგიების, აი ამ ზონაში უფრო ამ ეს ტექნოლოგიები უფრო განვითარდება. ოღონდ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ურანი ძალიან სწრაფი პლანეტა არის ზოგადად და კომუნიკაცია, ინტელექტი, ინტერნეტ სივრცე ან აი სფერო, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული, ძალიან სწრაფი სიჩქარით წავა. ამავე დროს ურანი ჩვენთან კოსმოსსაც მართავს, ესეც სხვა სამყაროებს მართავს ზოგადად და ტყუპები აი საინფორმაციო ველი ან კავშირები უფრო შეიძლება სწრაფად წავიდეს და ბევრად უფრო დაჩქარდეს ტექნოლოგიური პროგრესი. მაგრამ რა ხდება ახლა ჩვენთვის, უბრალო ადამიანებისთვის, რას გამოიწვევს ურანის ენერგეტიკა? ჯერ ვლაპარაკობ ზოგადად ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა ახლა იქ პირად რუკაში რა ხდება. მაგრამ ყველასთვის იქნება რა? მაგალითად, შეიძლება ძალიან ბევრთან განვითარდეს ისეთი ტენდენციები, რომ აი ახლის სწავლება, სწავლა გვინდა. რაღაც ახალი. შეიძლება ეს ახლის სწავლა როგორც მაგალითად უნივერსიტეტში დაიწყონ რაღაცის ახალი სწავლა. შეიძლება ცხოვრებისეული განახლება მოუწიოთ კომუნიკაციის, ან ვიღაცას შეიძლება კონდეს აქტიურად მოთხოვნილება განაახლოს თავისი წრე. იმიტომ რომ ტყუპები ეს არის უახლოესი გარემოცვა. ურანს არ უყვარს არაფერი ძველი.
არაფერი, რაც სტაგნაციაში მიდის. მას უყვარს ყველაფრის დატოვება, მაგიტომაც თვითონ ურანის ენერგეტიკა არ არის დიდად ემოციებთან და გრძნობებთან დაკავშირებული, იმიტომ რომ რაც ხელს გვიშლის განვითარებაში, ის უნდა შეიცვალოს მთლიანად, ხო? აი ეს ენერგეტიკა აქვს ზოგადად ურანს და შესაბამისად იქ გრძნობები, ემოციები ნაკლებად არის მისაწვდომი. ტყუპები ეს არის სიახლეები კომუნიკაციაში. ძალიან ბევრ ინფორმაციასთან იქნება ახლა წვდომა და შეიძლება მოხდეს ერთი რაც არის გასაფრთხილებელი, რომ არ დავიღალოთ გადამეტებული ინფორმაციული ველით, იმიტომ რომ აი ცოტა ეზოთერული ენერგეტიკით რო გიხდათ, არის ძალიან გააქტიურებული სამყაროში უკვე საინფორმაციო ეგრეგორი, დაჩქარებული არის პროცესები. და ეს საინფორმაციო ველი გამოიწვევს სერიოზულ ცვლილებებს, სერიოზულ გადატვირთვას ინფორმაციულ დონეზე და წამოვა ძალიან ბევრი, მოდით ესე ვთქვათ, ზედაპირული ურთიერთობები, ზედაპირული კომუნიკაციები, რაც არის ერთ-ერთი ნეგატივი. ზოგთან იცით როგორ არის? თუ ჩვენ ურანი კარგად გვაქვს ასპექტირებული რუკაში ძლიერად დგას, მაგალითად, შეგვიძლია ძალიან კარგად დავიჭიროთ ურანის ტრანზიტები, მაგრამ თუ არის პრობლემები რუკაში, ან სატურნი ყავს ძალიან ძლიერი და სატურნი უფრო სტაგნაციასთან და უსაფრთხოებასთან არის კავშირში. აი მათთვის შეიძლება ცოტა პრობლემური იყოს ურანის ენერგიის დაჭერა. იმიტომ რომ თუ ჩვენ რაღაცებს ვებღაუჭებით და აი სწრაფად თუ რაღაც ქაოსი ხდება და იქ ჩვენ არ ვერ გებით ცვლილებებს, ხო? იქ უკვე ურანი იძულებით გვიცვლის ცხოვრებას, იძულებით ცვლილებებს რთავს და ეს არ არის ჰარმონიული ცვლილებები, ხო? ამიტომ ყველასთვის არის მაინც ინდივიდუალური, მაგრამ ენერგია მოდის ესეთი, რომ აი ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება წამოვიდეს, ან მოთხოვნილება გაგვიჩნდეს, ოღონდ ზედაპირულობის, იმიტომ რომ ურანი ეს არის სისწრაფე და ტყუპებიც ეს არის სისწრაფე და არ არის აქ იმის ენერგია, რომ რაღაცას ჩაუღრმავდეთ ბოლომდე, რაღაც ვისწავლოთ დიდხანს, ხო? ურანი უფრო გამოიყენებს მაგალითად თუნდაც სწავლაში, ჩვენ თუ რაღაცას სწავლობთ, აი სფერო მაგალითად ძალიან პოპულარული გახდება ახლა, რომ უფრო მოქნილად, მარტივად ვისწავლოთ ყოველგვარ რაღაც ჩაღრმავებების გარეშე. ეს შეიძლება ნეგატივში გადავიდეს იმ კუთხით, რომ ყველაფერი გვაინტერესებს, ხო, ზედაპირულად ძალიან და გამოვლინდეს აქ უკიდურესი ზედაპირულობა ხასიათით, უკიდურესი აი ყველაფერს რომ მოვსინჯავ, მაგრამ არაფერს არ უხმავდები, ხო? აი ამის ტენდენცია რისკი არის. იმიტომ რომ ურანს არ უყვარს ისეთი სფეროები, რაც აი დიდხანს უნდა ღეჭოთ, მაგალითად, ახლა როცა არის ურანი, ის სატურნი ტყუპებში იქნება ეს თუ მშვილდოსანში, იქ არის ტენდენცია, რომ რაღაც საფუძვლიანად უნდა შევისწავლოთ და ურანი ტყუპებში შემოიტანს ძალიან ბევრ ჰაერს აზროვნებაში, სწავლის კულტურაშიც ამავე დროს. ზოგისთვის ეს შეიძლება ნეგატიური იყოს იმ კუთხით, რომ იყოს ძალიან დიდი გაფანტულობა და უკვე აღარ ვიცი რა მაინტერესებს ეს სიღრმისეულად. შეიძლება ეს ურთიერთობებსაც შეეხოს და ურთიერთობებს იმ კუთხით, რომ სასიყვარულო იქნება პარტნიორული ურთიერთობები, მეგობრული ურთიერთობები ძალიან გამარტივდეს, სიღრმე დაიკარგოს ამ ურთიერთობებში, ხო? იმიტომ რომ შემოდის უკვე მარტივი კომუნიკაცია. სიტყვა ხდება უკვე მთავარი ძალა, როცა ურანი ტყუპებში იქნება, სიტყვა რაც უფრო მოქნილი არის, რაც უფრო მარტივი და რაც უფრო ჰაეროვანი, იქ იქნება უფრო ესეთი გაერთიანებები ჯგუფის, იმიტომ რომ ურანი აერთიანებს საზოგადოებას და უფრო აი ჰაერში დამჭერავი ინფორმაცია იქნება ბევრად უფრო წამყვანი ამ 7 წლის განმავლობაში და ეს პრობლემას გარკვეულწილად ზოგისთვის გამოიწვევს, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება რა იყოს, რომ მაგალითად სადაც არ არის საჭირო ახლა ვტკეპნოთ ურთიერთობები თუნდაც ან რაღაცის სწავლა, ან რაღაცებში გარკვევა. მოკლე კურსები უკვე ძალიან ეფექტური გახდეს, აზროვნებას ხარტი გახდეს, უფრო მოვერგოთ, ხო, რომ აღარ არის საჭირო სიტყვაზე 50 წიგნის წაკითხვა და იყოს მაგალითად გაწერილი ამ წიგნებში ძალიან სიტყვაზე და იყოს უკვე მაქსიმალური ეფექტურობა გაზრდილი ინფორმაციის კუთხით, ხო, რომ იყოს მინიმალური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ის ამოვიღოთ და აღარ იყოს ტყელი სიტყვების ტკეპნა მაგალითად. ეს შეეხება ურთიერთობებსაც. იქ ურთიერთობებშიც თუ იქნება რაღაცა მძიმე, რაღაც პრობლემები, ხო? აი
ტოქსიკურ ურთიერთობებს გულისხმობ, აი ესეთ ურთიერთობებში ძალიან დიდი მოთხოვნილება იქნება უკვე სიმარტივის, ზედაპირულობის და ხო გეუბნებით, ყველას ფერს აქვს ორი მხარე, დუალურ სამყაროში ვართ, ზოგიერთისთვის შეიძლება ეს თუ ახლა ადამიანის ეს ზედაპირული არის, ეს ვერაფერს ვერ უხმარდება და ჰაერი აქვს დიდი დოზით თავში, ესე ვიძახი ხოლმე. მათთვის შეიძლება ეს იყოს უკვე შფოთვის მომტანი, რომ აი ფოკუსს და კონცენტრირებას ვერ აკეთებენ მაგალითად ვერაფერზე და ძალიან ზედაპირზე დარჩეს, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომელიც ძალიან სიღრმეში არიან სულ მუდმივად და ყველაფერს ძირფესიანად ეცნობიან, თუნდაც ურთიერთობებში ძალიან ღრმად შედიან, მათთვის შეიძლება ეს უფრო გამათავისუფლებელიც იყოს, იმიტომ რომ ეს ტრანზიტი მოიგებს იქ, სადაც ადამიანი არის ხარტის სწრაფი, სწრაფად ამუშავებს ყველაფერს და იტოვებს იმას, რაც უფრო მნიშვნელოვანია და ზედმეტი სიტყვები, ზედმეტი განსჯა, ზედმეტი ანალიზი, რომელიც უკვე ტკეპნას გავს, იმას გავაკეთებთ, ესე რომ ვთქვათ, ხო, ჩვენი ცხოვრებიდან. ამიტომ, აი, ლაიტმოტივად ახლა მე რასაც გეუბნებით, საერთოდ როგორ ხდება ხოლმე, იცით, აი, რომ შევა ურანი ამ ნიშანში ბოლომდე, რომ აკრებს უკვე სიჩქარეს, ესე რომ ვთქვათ, ხო? ნელა უფრო მივხვდებით ხოლმე, უფრო როგორ მუშაობს ესეთი ტრანზიტები, იმიტომ რომ რაც უფრო ხანგრძლივად რჩება ნიშანში პლანეტა, მით უფრო ძნელი არის ხოლმე დავაკორდეთ ტენდენციებს, რომ ნელა იგვიჯდება ახალი უნარები, ახალი წესები, რომელიც სამყაროში შემოდის. და რომელიც ახლა ჩვენ ურანით ყუპების თაობა ფაქტიურად ახლა მაინც არ ვიცით, იმიტომ რომ 82 წლის წინ იყო მაგალითად ურანი ამ ნიშანში, ხო, მთელი სრული ციკლი ურანის აი ესეთი არის და ვისაც ახლა მე მგონი მას აქვს ტრამპს აქვს ხო დონალდ ტრამპს დაბრუნება, ანუ მაგთაობის ხალხს აქვს ახლა დაბრუნება ურანის და შესაბამისად ჩვენ დიდად არ ვიცით და არ გახსოვს ხო ეს ურანი როგორ ავლენს თავს, თუნდაც ტრამპზე რო აი სულ სოციალურ მედიაში ძალიან ბევრს აქტიურობს, სულ სიტყვებს იყენებს, თან მზესთან აქ შეერთება მას ურანის და აი ეს ქაოსი ინფორმაციული რაც მთლიანად მთელ სოფლიოზეც გავრცელა, ეს არის მის ინდივიდუალურ რუკაში. და შესაბამისად ჩვენ ხედავთ როგორ მუშაობს ეს პლანეტა ნათალურ რუკაში, ვისაც აქვს ხო და ეს ტენდენცია იქნება უკვე გაცილებით აქტუალური ეს ბოლო 7 წელი. ახლა რა არის აქ მნიშვნელოვანი? გარდა იმისა, რომ ურთიერთობებს ბევრს ჩამოგვაცილებს კომუნიკაციაში, ამავე დროს სიახლესაც მოიტანს, ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობები შეიძლება თვითონ მოგვინდეს, ხო გითხარით, რომ აი განვაახლოთ ყველაფერი ჩვენ გარშემო. იქნება ეს კომუნიკაცია, იქნება აზროვნება, იქნება აზროვნების შეცვლა, რომ აი რაღაც ახალი გვაქვს უკვე სასწაული და დრო დადგა იმისი, რომ ჩვენი ინფორმაციული ველი გავაღრმავოთ, ოღონდ როგორ იცით, მრავალფეროვნებით. აქ არ არის მშულდოსნური რაღაცას ჩაუჯდეთ და ციფრისიან შევისწავლოთ. რაღაც სიახლე არის შემოსატანი კომუნიკაციის უნარებში, აზროვნებაში, სოციმედიაშიც, ვინც აქტიურობს სოციმედიაში, მათთვისაც იქნება ეს ერთ-ერთი უკვე დამაჩქარებელი ყველაფერს დააჩქარებს, განახლებებს დააჩქარებს და ის მეთოდები აღარ იმუშავებს, რაც ადრე მუშაობდა და ეხლა არის მთლიანად შესაძლებელი, ვინც ეხლა ან ბლოგერი არის, ან ინტერნეტ სფეროში არის, ან საინფორმაციო ველთან აქვთ ურთიერთობა, ხო, ან YouTube-ზე არიან, Instagram-ზე არიან, მაგალითად, აი მათთვის იქნება უკვე ან დააჩქარება, მაგალითად, ახალი ხალხის მოზიდვა, ხო, მათთვის, ან ახალი community და თვითონაც მოუწევთ რაღაცების განახლება, რაღაცების შეცვლა. იმიტომ რომ ურანი მოითხოვს ყველაფერი, თუნდაც რაღაცა იყოს საინტერესო, კარგი. ნუ ახლა ცვლილებების დრო მოვიდა. ეს არის ურანის თვითონ ენერგეტიკული ველი და პრინციპი. ნუ ნერვიულ დაძაბულობასაც მოიტანს, ყუპები მართავს გადაადგილებებს, შეიძლება ძალიან გააქტიურდეს მგზავრობები, სიარული, ეს ყუპების ენერგია როგორ არის, იცით, აი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობ, ან სადღაც უკვე ბევრს დავდივართ, აი ეს ურანი ამას გააქტიურებს მაქსიმალურად და შეიძლება ძალიან დიდი სურვილი გქონდეთ უკვე ადამიანებს მოძრაობის. როგორც მენტალური დონით, ისე ფიზიკურადაც, რომ სადღაც იქ წავიდე, დავათვალიერო ქუთაისი, წავიდე ბათუმი, დავათვალიერო სიტყვაზე, ან წავიდე სადღაც რომელ ქვეყნებში, სადღაც აქეთ-იქით ვიმოძრაო, უკვე ახალი ინფორმაციები, ახალი ხალხი მოვაგრო. აი ეს ტენდენციები ძალიან თვალში საცემი იქნება.
ეხლა ვისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ურანის ტრანზიტი. ზოგადად აქ ეს ჩემი ვიცა ვყავს მესამე გაგაწანით კიდევ ერთხელ წარიწნობთ და მეორე ფისოებისგან ვიცავ აქ და მაგიტომ მიზის რომ არ მოეკარონ ახალი არის ეჭე შეუგუებელი არის განახლებები ჩემთან აი ამ კუთხით ხდება ხოლმე ხშირად და რა არის ახლა მნიშვნელოვანი აი ვისაც მაგალითად ბევრი პლანეტა ყავს ტყუპების ზოდიაქოში არ აქვს მნიშვნელობა, ნუ მზე ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოდიაქოთი ტყუპებს ყველაზე მეტად შეეხებათ ეს ტრანზიტი. ზოგისთვის ძალიან პოზიტიური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თვითონ ახლა განებთ კუროებს უფრო რთულად ქონდათ საქმე, იმიტომ რომ თვითონ კუროში სტაბილურობის, ფიქსირებულ ენერგიაში ურანი ძალიან ქაოსი არის. ძალიან არ არის კომფორტული მანდ და ტყუპები მაინც ციტაცრილებების მოყვარულები არიან, ზოდიაქოთი ტყუპებს ვამბობ და მათთვის შეიძლება ბევრად პოზიტიური იყოს ეს ტრანზიტი, ვიდრე კუროებისთვის იყო მაგალითად, იმიტომ რომ შემოიტანს მათში აი ის მრავალფეროვნება, რაც მათ უყვართ, აი მას გააქტიურებს მაქსიმალურად, ხო? როდესაც ახლა მზეზე ვლაპარაკობ ზოდიაქოთი, ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები რომ ვამბობთ, ჩვენ ასტროლოგიაში ცოტა პროფესიული კუთხით ვამბობთ მზე რომელ ნიშანში ყავს. ესე ვიცახით ხოლმე. და მზე ჩვენთან ასტროლოგიაში ეს არის მამაკაცური ფიგურა, ეს არის გონება პირდაპირ, ანუ მე რაღაც რომ მინდა, რამდენად შემიძლია გავაცნობიერო რა მინდა და ვისწრაფოდე ამ მიზნებისკენ, ხო? აი ბირთვის, სულის ბირთვს ვეძახით მზეს. მამაკაცური ენერგიას ვეძახით. აი ეგო ფუნქციას ვეძახით, როცა მე მყარად ვარ ჩემს სურვილებში, ჩემ თვით გამოხატვაში და მე მინდა რომ კაშკაშებდე ამ ცხოვრებაში, ხედავდნენ ჩემს შემოქმედებით უნარ ზოგადად ყველასთვის მზე ამ ენერგია ფუნქციას ატარებს. ვიღაცას უფრო ძლიერად აქვს ეს ენერგია, ვიღაცას ნაკლებად აქვს და ვიღაცას საერთოდ აღმოსაჩენია, ხო დასანახი აქვს სადღაც ეს ენერგია საკუთარ თავში. ურანი მოიტანს აქ ძალიან დიდ ცვლილებას. შეიძლება იყოს პარტნიორთან დაკავშირებული ცვლილებები, ზოგისთვის ნეგატიური შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეს შეიძლება ძალიან ნეგატიურ სცენარში დაშორებად შეიძლება იყოს, ანუ ურანი ის რაც ველი არის უკვე აღარ გვემსახურება და აღარ არის მაინც აქტუალური, იმას გვაცილებს, ანუ ეს დრამატული და პულტონური დაშორება კი არ არის. ეს არის რომ აი უკვე დიდხანს ვაპირებდით მაგალითად დაშორებას და უკვე განვაახლე ჩემი ცხოვრება, ხო? აი ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს. ზოგს კონდეს სურვილი ძალიან რადიკალური ცვლილების იქნება ეს სადღაც მიზნები შეცვალონ, სადღაც ცხოვრება შეცვალონ. ურანი ან გვაიძულებს რაღაცეები დავტოვოთ, ან პირიქით ჩვენ გვინდა ეს ცვლილებები და სიხარულით ხვდებით ამ ცვლილებებს. აქაც გააჩნია ვის რა აქ რუკაში. შეიძლება ახალი პარტნიორი გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში და შეიძლება აქ მამაკაცებთან არ იყოს დაკავშირებული. მამაკაცებისთვის ეს არის ახალი მიზნები. შეიძლება მთლიანად ცნობიერება შემეცვალოს და იყოს უფრო ემოციური ცვლილება, ვიდრე ფიზიკურად, რეალურად რაღაცეები შეიცვალოს ხო ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი არის პირადი პლანეტები, ვისაც აყავს მაგალითად თუ არის აქ მთვარე, ეს არის უფრო ოჯახური, მთვარე ტყუპებში ვისაც აყავს მაგალითად, ეს არის შეიძლება ოჯახური ცვლილებები, ახალი სახლი ვიყიდო, გადავიდე ან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ხო მთვარე ჩვენთან სიმბოლიზირებული არის უფრო სახლის, ოჯახის სამშობლოსი. აი რომელიღაც ზონაში არის განახლება. ყველაზე უწყინარი შეიძლება რემონტის სურვილი ქონდეთ სახლში მაგალითად, განვაახლო საცხოვრებელი გარემო. განვაახლო ოჯახი და ესეც იგივე რა ქვეყანა შევცვალო საერთოდ. ასე რომ მთვარე ტყუპებისთვის ეს იქნება, აი თუ არის მზით ტყუპებისთვის განახლება. ცნობიერების ეგო იცვლება, შეიძლება ჩამოინგრეს თუ არის რაღაც მზენე, ბევრი ნეგატიური კუთხით, აი ეს ეგო ფუნქცია ჩამოანგრიოს ურანმა და იძულებითი ცვლილებები იყოს და ჰარმონიულად ეს ნიშნავს უბრალოდ განახლებას, რაც ჩემს მიზნებს იმდენად უკვე აღარ ემსახურება, ან ძველი არის, უკვე ის უნდა შეიცვალოს. აი ეს ტენდენცია აქვს პოზიტიური კუთხით. მთვარე უფრო ქალური ენერგია არის, დედასთან ურთიერთობა არის, ოჯახური თემა არის და შეიძლება უბრალოდ განახლება იყოს რადიკალურად ისე. როგორ არის, ურანი ესე მუშაობს, რომ ძალიან მოულოდნელად, აი მოწმენდილ ცაზე თითქოს ქმნის ცვლილებებს, მაგრამ სინამდვილეში ეგრე არ არის.
აი ეს რაც გვინდოდა ჩვენ ცვლილება და არ შეგვქონდა ან გვეშინოდა ან აი დრო არ იყო აი ხო ჩემთან რომ მოდიან პირად კონსულტაციაზე და აი ისე ვხედავ რომ ურანი მიდის მათ პირად კლიენტებთან როცა მიკითხავს ხო მაინც არის ტენდენცია რომ აი ფიქრობენ ამ ყველაფერზე მაგრამ ჯერ თითქოს დრო არ დამდგარა თითქოს ვერ ისკავენ და მერე ნუ ჩანს უკვე რომ აი ურანი რომ მივა მათ პირად კლიენტებთან ეს უკვე ბუნებრივად მოხდება ზოგისთვის შეიძლება ისე უმტკივნეულოდ შეიცვალოს ყველაფერი, აი ავტომატურად ერთ დღესაც გავიღვიძე და აღარ მინდა ეს ცხოვრება და სხვა მინდა, ხო სიტყვაზე. ზოგთან ხო გეუბნებით შეიძლება აი იძულებით, გამოაგდონ სამსახურიდან, მოუწიოს ცხოვრების შეცვლა, შეიცვალოს რაღაც, მაგრამ სამსახურიც აქაც ჩვენთან ასტროლოგიაში კონკრეტულ სფეროებას მართავს კლიენტები კონკრეტულ რუკაში და ის სამსახურს შეეხება, თუ პირად შეეხება, თუ ოჯახს შეეხება, აქ პირად რუკაში უყურებთ. მე ხა ზოგად ტენდენციებს ვამბობ, ხო? თუ არის მე ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა, გრძნობების, რესურსების, ფინანსების და ურანი შეუერთდება, ან თუნდაც მაგალითად ოპოზიციას გაუკეთებს, ხო? ეს იგივე შეიძლება მშვილდოსნებზე ვლაპარაკობთ აქ და ან მშვილდოსანში არის მთვარე, ან ზოდიაქოთი მშვილდოსანი ადამიანი, იმათ ოპოზიციას უკეთებს, ხო? შემდეგი ყველაზე მეტად მათ შეეხება. ოღონდ აქ იცით როგორ არის სიმბოლურად? ზოდიაქოთი მშვილდოსნისთვის ეს არის მეშვიდე სახლის სიმბოლურად. მეშვიდე სახლი უფრო გარემოცვა შეიცვლება მათი და ტყუპები თვითონ იცვლებიან რადიკალურად. თორე ეს არის განსხვავება ზოდიაქოებზე როცა ვლაპარაკობთ, ხო? და მეორე კუთხით დანარჩენი როცა არის პლანეტები, ამ ღეროს როცა ოპოზიციებს უკეთებს, ეს არის განახლება, იგივე ენერგია არის ჩართული. ოღონდ ვენერასთან თუ მოდის გინდა ოპოზიცია, გინდა შეერთება, ეს არის გემოვნების განახლება, გარდირობის განახლება, მაგალითად შეიძლება ადამიანს მოუნდეს ძალიან იმიჯი შეიცვალოს, ფინანსური რესურსები შეცვალოს, ხო? სადღაც უფრო გათავისუფლდეს რაღაცეებისგან, ძველისგან გათავისუფლდეს მაგალითად, ძველი სასიყვარულო ურთიერთობებისგან, ან განახლდეს მისი გემოვნება, მისი თუ ხალი არის ახლა მისი ხალური ენერგია, კაცის შემთხვევაში ეს არის შეიძლება აი რადიკალურად შეეცვალოს ფინანსური თუ სტაბილურობის აღქმა, იმიტომ რომ ვენერა სიმბოლურად ჩვენთან სტაბილურობა, ფინანსები, გრძნობები და რადიკალურად შეცვლის ამ ტენდენციებს, ხო, აი მე რაც ადრე მქონდა ამ სფეროში მაგალითად, ხო, დამოკიდებულება ვენერა, სადაც ყავს ჩვენი გრძნობები არის, აი ეს რადიკალურად შეიცვლება. ვიღაცისთვის ეს ასემონო იქნება მოულოდნელად გამოჩენილი სასიყვარულო ურთიერთობა, მოულოდნელი გაცნობა ვიღაცის მაგალითად, ხო? ან მოულოდნელი განახლება, გარდირობის, საერთოდ სხვა სტილები და აღარ მომწონს ეს ყველაფერი, რაც მაქვს ჩემს ცხოვრებაში. აი მარსის შემთხვევაში ეს არის უკვე მარსი ტყუპებში, ვისაც აყავს ეს მარსი ჩვენთან აგრესიის, ომის ბრაზის, ენერგიის მოქმედების პლანეტა არის და დაჩქარდება. მათი მარსი ტყუპების, აი ეს ისაც ხო არის მარსი ტყუპი რა არის, რომ მე ჩემს აგრესიას, ჩემს ენერგიას, ჩემს თავდაჯერებულობას სიტყვით გამოვხატავ. და დაჩქარდება კომუნიკაცია კიდევ უფრო მეტად ვიდრე მანამდე იყო მაგალითად. ხო ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ნერვული დაძაბულობაც, იმიტომ რომ მარსი ეს იმპულსურობა არის და ურანმა განსაკუთრებით ვისაც საწყის გრადუსზე ყავს მარსი გამოვლინდეს ურანმა დააჩქაროს იმპულსურობა და აქტიურობა შეიძლება ნახა მანქანას მართავს მარსი და ტექნიკას ზოგადად ხა პირდაპირ სამოძრაო ტექნიკას ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს მანქანის განახლება ოღონდ მანდას გრადუსებს გააჩნია ხო ვიღაცა ტექნიკა განაახლოს მანქანა განაახლოს ან საინფორმაციო ველი განაახლოს საერთოდ ხო და დაჩქარდეს აქ იმპულსი შემოიტანოს ურანმა. ამავე დროს შეიძლება შეიცვალოს ძალიან ბევრი რამე. ხა მარსი სექსუალურობა არის ჩვენთან. ეს არის გადარჩენისთვის ბრძოლაც და ჩვენი საზღვრებისთვის ბრძოლაც და ტაქტიკა და ტექნიკა შეიცვლება ამ ყველაფრისთვის. ასე რომ აი ეს პირად პლანეტებთან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მერკური, ვისაც ტყუპებში ყავთ, მათი აზროვნება შეიცვლება და კომუნიკაციის გარემოცვა შეიცვლება საერთოდ. ხო, კომუნიკაციის უნარები, ახლის სწავლა შეიძლება დაიწყო. ეხლა შემდეგი კიდე, ავტომატურად შვილდოსანში, როცა არის მერკური მაგალითად, ის ოპოზიციას დაარტყამს და ურანი და აქ ოპოზიცია უკვე მოითხოვს ეს ცოტა იძულებითი, ეს არის ახლის სწავლა, იმიტომ რომ მერკური შვილდოსანი რა არის? მე სიმართლე მიყვარს, მე ძალიან
ესეთ კანონების მოყვარული ვარ, ან ესეა და მორჩა, ზოგადად შულდოსანი ესეთი არის, ხო? აი, ესე ვხედავ. აი, ეგ შეიძლება ცვლილებების შეტანა მოუწიოთ, რომ რაღაც უნდა განვაახლო. ანუ ის ჩემი რწმენა წარმოდგენები გასახლებელი არის, რაღაც განათლება არის შესატანი, ან წიგნების კითხვა არის დასაწყები, ანუ აზროვნებაში ცვლილებებს აიძულებს ამ შემთხვევაში, ხო, ურანი. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი უდგება 42 წლის შუალედში, 42-44 წლის შუალედში მყოფ ქალებს და კაცებს. ორივეს გულისხმობ აქ, თუმცა რა არის ახლა აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ყველასთვის მნიშვნელოვანი წლები. შუახნის კრიზისი ეძახიან ფსიქოლოგიაში, თუმცა ჩვენთან ეს არის ყველაზე დიდი განახლების ციკლის პერიოდი, როდესაც უკვე ხვდებით, რომ განვლეთ ცხოვრება და სადღაც რაღაც არ გავაკეთეთ, რაც გვინდოდა. სადღაც არ ვიყავით იმ ურთიერთობაში, რაც გვინდოდა, არ ვიყავით იმ როლში, რაც გვინდოდა, ხო? აი ეს არის გადატვირთვის პერიოდი. 42-44 წლის ასაკში ეს არის დაბრუნებების, უფრო სწორად, ოპოზიციური ჩართვა ურანის урანთან. და სრულად ახლებური შანსები გვეძლევა ცხოვრების განვახლ. ბოლო შანსი არისო, ესე ვიცახით ხოლმე. გათხოვდეს ადამიანი, ცოლი მოიყვანოს, ბავშვი გააჩინოს, ახალი კარიერა დაიწყოს, საზღვარგარეთ უკვე საცხოვრებლად წავიდეს. ანუ სადღაც ვტრიალდებით ჩვენსკენ. ანუ ის ენერგია, რაც იყო მანამდე გასული, ხო? მანამდე არის გაცემა დიდი. ენერგიის, ახლა ყველა არ გაცემს, მაგრამ აი მოლოდინებით თუნდაც გაცემა არის ენერგიის და ამას ხვდებით, რომ სადღაც ბოლო შანსი არის ჩვენ თავისთვის ვიცხოვროთ, ან ჩვენი ოცნებებისთვის ვიცხოვროთ, ან გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც აღარ გვჭირდება უკვე. ხშირად არის აი მამაკაცი ამ ასაკში, მოდი მიატოვებს ცოლ-შვილს, წავა და ან ახალ კარიერას იწყებს, ან ახალ ცოლს მოიყვანს, ახალ ურთიერთობაში არის და რადიკალურად ცვლიან ცხოვრებას. ქალებიც გარკვეულწილად ესე არიან, აი თუ იყო მოთმენა ძალიან დიდი ხანი რაღაც ქორწინების ამ ასაკში ეძლევათ შანსი გათავისუფლდნენ იმისგან, რაც მათი ფსიქიკისთვის არის აღქმული როგორც დაბრკოლება, როგორც უკვე ძველი გაჩერებული ენერგია, ხო? ამიტომ ამ ასაკში ხა რა არის აქ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შულდოსანში არის ურანი მაგასაკის ხალხისთვის და ოპოზიციაში გადადის ახლა მათ რუკიდან გამომდინარე ურანი ტყუპებში და აქ არის ზუსტად ის, რომ მე თუ შინაგანად ცვლილებები შემქონდა, რომ რაღაც კიდე უნდა ვისწავლო სიღრმისეულად, რაღაც კანონებში თავისუფალი უნდა ვიყო, ხო? მე ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანი არის დოგმები, კანონები, ის რისის მჯერა და ზოგჯერ ურანი მშვილდოსანში ეს არის, აი ნეგატიური კუთხით თუ ვიტყვით, ეს არის დონ კიხოტი, რომელიც რაღაც იდეებისთვის, დიდი სიმართლისთვის იბრძვის სადღაც. აი ამ შემთხვევაში ამის გადახედვა მოუწევთ უკვე ამ ურანის მქონე ადამიანებს. შეიძლება აქ ჰაერი შევიდეს უკვე ცოტა მეტი და სიმსუბუქე შეიტანონ, გადახედონ თავის ამ ღირებულებების ღერძს, შვილდოსნურს, რომ ეს როგორ შეიძლება და ესე არის წესი და აი რევოლუციონური ენერგია აქ ურანს და აი ეს როცა გამოდიოდნენ რევოლუციური ფსიქოტიპით სიტყვაც ახლა ყველასთან სხვადასხვანაირად არის, ახლა ზოგი ავლენს, ზოგი არ ავლენს, მაგრამ მაგ თაობისთვის რო იყო, რომ აი ყველაფრის ფასად უნდა აი რაღაცნაირად ვიბრძოლო იმისთვის, რომ ის რისის მჯერა ის გავიტანო სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ ურანი ცოტა ანარქისტული მეთოდებითაც იბრძვის მაღალი იდეებისთვის, ტყუპები მოითხოვს მათთვის უკვე მთლიანად გადატვირთონ საინფორმაციო ველი, კომუნიკაციები, კონტაქტები, ზოგ შეიძლება სამსახურიდან წამოსვლა მოუწიოს, ზოგმა შეიძლება საერთო სფეროში შეცვალოს, იმიტომ რომ ბიუროკრატიულ სისტემას მაინც მშვილდოსანი მართავს და აი აქ ურანის ტრანზიტი ურანთან ეს არის უკვე გათავისუფლება ძველი იდეალებისგან, ძველი რწმენებისგან, ძველი ღირებულებებისგან, ძველი წესებისგან და მოუწევთ განაახლონ, ცვლილებები შეიტანონ, უფრო მარტივი, უფრო მოქნილი, უფრო ყველასთან რომ უკვე რაღაც კავშირს ვნახულობ, ყველას გაგებას რო შევძლებ, აი ესეთ ენერგიასთან არის აუცილებლობა იყოს შეხება და აქედან გამომდინარე უფრო ურანი გაათავისუფლებს იმ ძველი ინტროექტებისგან, როგორც შულდოსნური ინტროექტებისგან
და მოუწევთ ცვლილებები შეიტანონ ინტელექტუალური ცნობიერების კუთხით, ხო? და აი ეს პერიოდი განსაკუთრებით მათზე, ამასაკის ხალხზე, უფრო იდეოლოგიურ, კომუნიკაციურ აზროვნებით ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული, ვიდრე მაგალითად მორიელი ურანის თაობისთვის, რომელთანაც იყო თავიდან ბოლომდე რესურსები, უსაფრთხოება, მორიელი ურანის თაობას, უფრო იყო რაი ტრანსფორმაცია, ან ცვლილებები, ან აი ჩემ თავისუფლებას უკანასკნელ დონეზე დავიცავ. ეს მოულოდნელი ინსაიტები არის სიღრმეების, ეზოთერიკის, მაგალითად ენერგიების, ტრანსფორმაციის, აი ინსაიტი უცებ მივხვდი რა უნდა შევცვალო რადიკალურად ჩემ ცხოვრებაში, ხო? და იქ იყო უკვე კუროს ოპოზიცია, როდესაც აი ჩემი ღრმა ენერგიები უკვე რაღაც სტაბილურობაში, დაგრაუნდებაში გადაიტანეს. მე ხავ გულისხმობ უკვე 54 წლის პლუს ხალხს, რომელმაც უკვე ეს გამოიარა ურანი მორიელის თაობას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მათ ჰქონდათ ეს ინსაიტები, რომ რაღაცა ღრმა ტრანსფორმაციული მოულოდნელი ინსაიტი ენერგია მაქვს და ამას უკვე სტაბილურობაში, ან ფინანსურ წარმატებაში ვდებ, ან უკვე დავაგრაუნდებ ამ ჩემ ღრმა ემოციებს, იქნება ეს განათლებით, სწავლით, სიტყვაზე თუ რაღაც სტაბილურობის შექმნით. და ეს იყო მათი მთავარი ტრიგერი აი ამ ურანულ წლებში, ხო? და აი ურანი მშვილდოსნის თაობისთვის ეს იქნება უკვე ღირებულებითი რწმენის საკითხებში ცვლილება და ესეც შეიძლება იყოს მათთვის რა, რომ ის მჯერო და ის განვაახლე რაღაცები შევცვალე და ან შეიძლება ზოგმა რაღაც წიგნი დაწეროს, ან ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩაებან, მაგალითად ამ თაობას გულისხმობ, ან კომუნიკაციის სფეროში ჩაერთვან, ხო? იმიტომ რომ ურანი ვისაც მშვილდოსანში ყავდა, ნუ მან ნეპტუნიც იყო, მან სატურნიც იყო მაგ პერიოდებში, თუმცა ურანი ბევრად დიდხანს გაჩერდა მან მშვილდოსანში. და ის რაც ჩემ ფართო ღირებულებებში არის, შეიძლება ამის უკვე ან წიგნად, ან იდეებად გადმოცემა დავიწყო უკვე წერილობით, ან სოციმედიაში, ან მაგალითად უკვე ვისწავლო სადღაც ურთიერთობა ადამიანებთან, რომ ეს შინაგანი რაღაც გლობალური ხედვის გადმოტანა შევძლო უკვე. და ეს სფერო იქნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება იქ შეცვალონ ის რაღაც სწავლის თემა, რაც იყო მაგალითად იქ დიპლომები იქნებოდა, სფერო იქნებოდა, კარიერა იქნებოდა, შეიძლება გაცილებით შეცვალონ და უფრო მოქნილი გახადონ. აი ამასაკის ხალხისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ჩვენ ასტროლოგიაში გვაქვს სახლების სისტემა და კუთხურ სახლებში ყველაზე რადიკალურ ცვლილებას იწვევს ხოლმე ურანი. პირველ სახლში ეს არის საერთოდ იმიჯის განახლება, ზედმეც გვაცილებს ყველაფერს, რაც ასციდენტზე, ვისაც მაგალითად ასციდენტი ყავს ტყუპების ზოდიაქოში, საწყის გრადუსზე, განსაკუთრებით, იმიტომ რომ მანამდე 12 სახლში ჩდება, მაგრამ ასციდენტით ტყუპებს მოუწევთ ნელა, რაც უფრო ასციდენტზე დაუჯდება ურანი. ასციდენტი არის ჩვენთა დაბადების ის წერტილი, როცა მე დავიბადე და რა იმიჯი მაქვს, რა გარეგნობა მაქვს, ჩემი ფსიქოტიპი, როგორ გამოვხატავ ხალხში თავს. და პირდაპირ სხეული არის, ხო? და აი რადიკალურად იცვლება. შეიძლება ბევრად უფრო სპორტულ თავისუფალ სტილზე გადაერთონ, შეიძლება აი ვიზუალურადაც დაეტყოთ ურანული ენერგია, რომ მე თავისუფლდები ყველანაირი ზედმეტობისაგან. შეიძლება წონის რადიკალური ცვლილება, გარეგნობის ცვლილება იყოს, ზოგისთვის უბრალოდ ჩაცმის სტილის ცვლილება იყოს, ხო? შეიძლება სხეულებრივად გრძნობდნენ რაღაცა დაძაბულობას, იმიტომ რომ აი მთლიანად შეცვლა არის საჭირო, ანუ იცვლება, მთლიანად ვიზუალური მხარე იცვლება, ხო, თვით გამოხატვა და ანტანობა სხეულის, იმიტომ რომ იმუნიტეტს მართავს, ნუ პირველი სახლი ეს ჩვენთან იმუნური სისტემა არის, ეს არის სხეულის მდგრადობა, ურანი არ ყევს აქ ყველაფერს და შეიძლება ეს სხეულში იგრძნობოდეს ურანული დაძაბულობა, ხო, მე რაღაცა გაქცევა მინდა, რაღაც შეცვლა მინდა, რაღაც. ვისაც მე 7 სახლში შეუვა ურანი, ეს არის უკვე პარტნიორული ცვლილება. ეს არის საზოგადოება იცვლება მის გარშემო უკვე ურანელი ტიპები შემოდიან მათ ცხოვრებაში. ეს არის თავისუფლების მოყვარე, არაორდინალური ხალხი, ან შეიძლება უცნაური ტიპაჟები შემოვიდნენ მათ ცხოვრებაში. ხშირად არის ხოლმე ან დაქორწინება, ან განქორწინება. იმიტომ რომ მე 7 სახლი ასტროლოგიაში ქორწინების სახლი არის. შეიძლება ვიღაცა მოულოდნელად დაქორწინდეს, შეიძლება
ახალი პარტნიორი მოულოდნელად გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში და ასევე თუ არის დიდი ხნის ქორწინება, რომელიც რაღაცნაირად უკვე დაძველდა მენტალურ ენერგეტიკულ დონეზე, ურანი ამას აცილებს ყველაფერს. მეოთხე სახლში, როცა შედის ურანი, ეს ხშირად არის მეოთხე სახლი ჩვენთან ასტროლოგიაში, საცხოვრებელი სახლი, სამშობლო, დედის ენერგია, ოჯახის ენერგია. აქ ცვლილებები შედის. ყველაზე კარგი არის უწყინარად ურანის ამუშავება, როდესაც ჩვენ ან რემონტს ვიწყებთ, ან გადაადგილებას ვახდენთ, ავეჯის მაგალითად, ან სახლში უნდა შევიტანთ რაღაც ცვლილება. ზოგისთვის ეს არის ახალი ბინა, ახალი საცხოვრებელი, გადასახლება სხვა ქვეყანაში, რადიკალური ცვლილებები ოჯახურ ატმოსფეროში. ესე ძალიან ხშირია. აი მეათე სახლში ვისაც შეუვა ურანი, მეათე სახლი თუ ეწყებათ კუროთი ან ტყუპებით, ხო? აი შეიძლება იყოს კუროს იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება იქ რაღაცა იწყებსე იყოს კურო და უკვე მალე ტყუპები იწყებოდეს და უკვე ავტომატურად შესული არის მათ მეათე სახლში. ეს არის კარიერული ცვლილება, ეს არის რადიკალური ცვლილება, სოციალური სტატუსის, მაგალითად, პროფესიული ცვლილება. აი მანამდე საერთოდ სხვა სტატუსით იყო ადამიანი, რომ მე საერთოდ ჩვენთან სტატუსი არის. ახლა მაგალითად დაოჯახებული ვარ თუ არა, ესე სტატუსი არის. შეიძლება ვიღაცა დაოჯახდეს, სტატუსი შეეცვალოს. შეიძლება ვიღაცა საერთოდ სხვა პროფესიის იყოს და ახლა სტატუსით გამოვიდეს საერთოდ სხვა პროფესიით. შეიძლება, ნეგატიური კუთხით, რადიკალური ცვლილებები წავიდეს მათ კარიერაში, ხელმძღვანელობა შეეცვალოთ მინიმუმ, ან საერთოდ მოულოდნელად კარგავ მე კარიერას. ან მოულოდნელად მაწინაურებენ. ერთადერთი ურანის პროგნოზირება ჩვენ გვიჭირს, იმიტომ რომ არ ვიცით მართლა რა იქნება ურანის შემთხვევაში. თუმცა ეხლა როცა ვლაპარაკობდი, აი ტრამპის შემთხვევაში, ეს ურანი ძალიან რადიკალურად შეცვლის მის ცხოვრებას, იმიტომ რომ შესაბამისად მსოფლიოსეც გარკვეულნას მოახდენს გაზეგავლენას, იმიტომ რომ მას ბევრი პლანეტა ყავს ასევე ტყუპებში და მშვილდოსანში და ავტომატურად თან ურანი ოპოზიციებს გააკეთებს და ურანი ყველაფერსგან ათავისუფლებს ადამიანს. ანუ თუ არის მაგიტომ გითხარი თუ მეათე სახლში ყავს ურანი ჩართული პირად პლანეტებთან შეიძლება იყოს მოულოდნელი დანაკარგი სტატუსის, თანამდებობის ან საერთოდ რადიკალური ცვლილება. ის მოხდეს, რასაც არ ველოდებოდით. თუ ჰარმონიული ყავს ურანი პირად რუკაში, ეს როგორც წესი უფრო ჰარმონიული ცვლილება არის ხოლმე რაღაც როგორც იქნა, მე გამოვედი გარეთ არასტანდარტულად, დავიჭირე ეს ენერგია და თან მიმართვით. სხვა შეიძლება ეს ენერგია უფრო აქტუალური იყოს ამ შემთხვევაში. და აი თუ არის მაგალითად ურანი მეორე მერვე სახლების ღერძზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კუთხით ვამბობ, ამიტომ ეს რაც აი ცხოვრებისეულად ახდენს სერიოზულ ზეგავლენას, ეს ფინანსური ღერძი არის ჩვენთან და ურანი ამ სახლებში გამოიწვევს საერთო ცვლილებებს ფინანსურ ნაწილში, სტაბილურობის, აი აბსოლუტურად არაორდინალურად რღვევასაც კი ზოგჯერ და აქ სასურველი არის უფრო ფინანსურად განაახლოს, კი არ მიეჯაჭოს და დაგროვება დაიწყოს, როგორც სატურნმა იცის, უფრო განაახლოს შემოსავლის წყაროები ადამიანმა, განაახლოს თავისი, აი უფრო რაც უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებს ჩართავენ, თანამედროვე ტექნოლოგიები იცით როგორ არის, აი ზოგისთვის შეიძლება ისიც კი იყოს, რომ აი რაც არასოდეს არ გამიკეთებია, ის გავაკეთო. ეს ესეთ რაღაცებს გვეუბნება ურანი, აი ცადე ის, რაც არ გაგიკეთებია. გათავისუფლდი იმისგან, რაც უკვე დიდხანს ტკეპნი და რაც ზედმეტი არის. და აი აქ შემოიტანს ურანი უკვე აი ფინანსურ ღერძში პირიქით უფრო არასტაბილურობას, ოღონდ სასიამოვნო არასტაბილურობას. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, პირად რუკაში უყურებთ ხოლმე ყოველთვის რა ცვლილებები შეიძლება შემოიტანოს ურანმა. თუ ახლა მაგალითად პირველი სახლის მართველი არის ურანი, ახლა მერწყულით ეწყება ადამიანს ან პირველი სახლი, ან მეშვიდე სახლი, ავტომატურად ან კუთხურ სახლებში, ხო, მეოთხე, მეათე სახლი. ურანის შეცვლა ენერგეტიკული მათზეც, რა თქმა უნდა, ძალიან მოახდენს ზეგავლენას. შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს, ახლა მეშვიდე სახლის მართველი მოულოდნელად გამოჩნდნენ მაგალითად ახალი კონტაქტები, ახალი წრე მაგალითად საზოგადოების მეათე სახლი თუ მერწყულით იწყება, მაინც ეს უკვე ნიშნავს, რომ რადიკალურად იცვლება ისედაც უკვე ჩემი სტატუსი, რაღაცის შეცვლა მინდა უკვე კარიერულ ნაწილში, ან ჩემ სახელში მინდა შეცვლა, ხო, სადღაც, იმიტომ რომ მეათე სახლი ეს არის, აი
როგორ მიცნობს საზოგადოება, რას მიაღწია ამ ადამიანს, მან სტატუსი და ღერძი, ზურგი მაგალითად, ხო? აქ ზოგადად ცვლილებები არის. ნუ მამის სახლსაც ვეძახით, ურანი, როცა მეათე სახლში არის, ან მეათე სახლს მართავს, ან ტრანზიტში არის ხო მეათე სახლში და ნუ მამას ან საყრდენი ვინც იყო, ანუ ის იმედის ჰქონდა, მათთან ზოგიერთს გაფრთხილება უფრო მოუწევს მათი, შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს რაღაცა პროცესები, ან სწრაფად იყოს რაღაცა პროცესი, იმიტომ რომ აჩქარებს ყველაფერს ურანი, ხო და ზოგთან საკმაოდ პოზიტიური იქნება, ზოგთან ცოტა უსიამოვნო და მე რასაც ვაყურდები ხოლმე ორივე ერთად ხდება როგორც წესი ამ ტრანზიტებში, ორივე თან პოზიტივიც, თან თავის პრობლემებიც, იმიტომ რომ ურანს ეს ახასიათებს ზოგადად. დაახლოებით ეს მინდოდა ცოტა სწრაფად რომ ეთქვა თქვენთვის, მე ვეცდები რომ უკვე ზოდიაქოებზეც ჩავწერო მზით რომელ სახლში მდებარეობს უკვე ურანი და უფრო დეტალურად უფრო ზოდიაქოებზეც ვისაუბრო, რას მოიტანს უკვე ნიშნებისთვის. მაგრამ ეს აუცილებლად მინდოდა თქვენთვის მომაყოლა უკვე ზოგადად ურანი რა ტენდენციებს შემოიტანს, დააკვირდით თქვენ რუკას, დააკვირდით თქვენ თავსაც, იმიტომ რომ ეს სერიოზული განახლების პერიოდი არის და უნდა გავყვეთ ამ ენერგიას ყველაზე ჰარმონიულად ეს იმუშაოს ხოლმე და ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს, ველოდები თქვენ ლაიქებს ხოლმე, თუ მოგწონთ ეს ვიდეო, გააზიარეთ, მოიწონეთ და მადლობელის ვიქნები თქვენი და ვერი წარმატებები მეგობრებო.